საკონსტიტუციო კომისია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით სულ მალე შეიქმნება, კონსტიტუციაში არსებული დისბალანსის გამოსასწორებლად იმუშავებს. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობა აკეთებს. ეკა ბესელიას თქმით, კომისიის წევრები ურთიერთსაწინააღმდეგო ნორმების დასაბალანსებლად ფართო სამუშაოებს ჩაატარებენ. საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით კი მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კომისიის წევრები აუცილებლად იქნებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ლევან ბეჟაშვილის თქმით, კომისიამ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთპიროვნულად უნდა მიიღოს. საქმე ეხება პირველ რიგში კონსტიტუციაში არსებული დისბალანსის და ბევრი სრულიად საწინააღმდეგო ნორმის გამოსწორებას. ჩვენ მხოლოდ ერთი ცვლილება განვახორციელებთ კონსტიტუციაში, პრინციპში ერთ ძირითად საკითხზე, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის უფლებამოსილებას პარლამენტთან ურთიერთობაში და მთავრობასთან ურთიერთობაში, მაგრამ არის ბევრი სხვა წინააღმდეგობა, რომელიც კონსტიტუციაში რჩება. თავარი არის ის, რომ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში ჩვენ ბუნებრივია მონაწილეობას მივიღებთ და ჩავერთვებით. მეორე, რომ არ უნდა ხდებოდეს ასე ვთქვათ, არჩევნებამდე კონსტიტუციური ცვლილებების მიღების ფორსირება და მესამე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება უნდა იყოს საერთო პოლიტიკური და საზოგადოებრივი შეთანხმების საქმე.